გადაწყვეტილება მიღებულია შეერთებული შტატების საბოლოოდ გამოხავს ამერიკელი ჯარები გერმანიიდან. ტრამპსა და ფრიდრიხ მერცს შორის ხმაურიანი საჯარო კონფლიქტის ფონზე. მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ტრამპს არ აქვს სტრატეგია ირანში ომის დასრულებისთვის, ხოლო თეირანმა მთელი ამერიკული ერი დაამცირა, ტრამპმა განაცხადა, რომ მერცს უფრო მეტად უნდა კონცენტრირება რუსეთის ფედერაციის ომის შეწყვეტაზე უკრაინის წინააღმდეგ, სადაც ტრამპის აზრით ის სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა. ასევე უნდა კონცენტრირება მოახდინოს გერმანიის აღდგენაზე, განსაკუთრებით მიგრაციისა და ენერგეტიკის სფეროებში. მაშინვე ამის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კვლავ გაიყვანს ამერიკულ ჯარებს გერმანიიდან. და სწორედ აქ იწყება ყველაფერი ყველაზე საინტერესო. როგორც არ უნდა იყოს ეს შესანიშნავი კარგი ამბებია, რადგან უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად სურს დონალდ ტრამპს ამ ჯარების გადაყვანა გერმანიიდან. და ეს ძალიან არ მოეწონება მოსკოვს და ვლადიმირ პუტინს. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობელი ვიქნები. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pitchy News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. ეხლა კი სიახლე, რომელმაც დღეს ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანი შეაშფოთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა გადახედავს თავისი ჯარების რაოდენობას გერმანიაში და უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი შესაძლო შემცირების შესახებ. როგორც ბლუმბერგი წერს, მოვლენების ასეთი განვითარება აძლიერებს დაძაბულობას ნატოს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირესთან ურთიერთობებში, ირანის ომის გამო. შემდეგ დონალდ ტრამპის ციტატაა. შეერთებული შტატები საუბრობს და გადახედავს გერმანიაში ჯარების შემცირების შესაძლებლობას და ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქვე აღნიშნა, რომ ასეთ სიახლეები მოდის იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონსა და ბერლინს სულ უფრო მეტი ხარჯი აქვთ. განიხილება შეხედულებები ომზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ თებერვლის ბოლოს დაიწყეს. ამ კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ამერიკელი მოლაპარაკეები ირანის ხელმძღვანელობის მხრიდან დამცირებას განიცდიან. რადგან მოლაპარაკებები ხან წყდება, ხან იწყება, ხრწება, ხანაც ჭიანურდება. ამიტომ არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. უფრო მეტიც, მერცმა უხეშად განაცხადა, რომ ტრამპს საერთოდ არ აქვს არანაირი სტრატეგია ომის დასრულებისთვის და არც არასდროს ჰქონია. შემდეგ მოვიყვან ფრიდრიხ მერცის ციტატას 27 აპრილიდან. ირანელები, როგორც ჩანს, ძალიან ოსტატურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. უпроსტორად კი, ძალიან ოსტატურად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. აძლევენ ამერიკელებს საშუალებას ჩამოვიდნენ ისლამაბადში და შემდეგ ისევ წავიდნენ ყოველგვარი შედეგის გარეშე. შემდეგ მერცმა გააკრიტიკა ის, რასაც ამერიკული სტრატეგიის არარსეობას უწოდა. კერძოდ მერცმა მოიყვანა ერაყი და ავღანეთი როგორც გაფრთხილება ომებში გამოსვლის სტრატეგიის გარეშე ჩართვაზე. მისი თქმით, ეს იგივე სიტუაციაა. მერცმა დაადასტურა ბერლინის სურვილი, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო ეკონომიკისთვის დამატებითი ზიანი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მერცს უბრალოდ არ ესმის რაზე ლაპარაკობს. ტრამპმა დაიცვა სამხედრო მოქმედებები და დაამატა, რომ ახლა ირანთან აკეთებს იმას, რაც სხვა ქვეყნებმა ან პრეზიდენტებმა ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. შემდეგ ტრამპი საბოლოოდ გადადის შეურაცხყოფაზე. ამიტომ მოვიყვან ტრამპის ციტატას. გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დახარჯოს რუსეთისა და უკრაინის შორის ომის შეწყვეტაზე, სადაც ის აბსოლუტურად არაეფექტური იყო, ასევე თავისი განადგურებული ქვეყნის აღდგენაზე. უპირველეს ყოვლისა მიგრაციისა და ენერგეტიკის სფეროში. და ნაკლები დრო დახარჯოს იმ ადამიანების ქმედებებში ჩარევაზე, ვინც ირანის ბირთვულ საფრთხეს იშორებს და ამით მსოფლიოს, მათ შორის გერმანიასაც, უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს. ამის პასუხად მერცმა ცოტა შეამცირა ტონი და ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დაძაბულობა და დაასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან აშშ-დან. მერცის ციტატა. ირანმა უნდა დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მან უნდა შეწყვიტოს დროის გაწელვა. არ უნდა გააგრძელოს მთელი რეგიონის და საბოლოოდ მთელი მსოფლიოს მძევლად დაჭერა. ირანში სამხედრო ბირთვული პროგრამა უნდა შეწყდეს. აღარ უნდა განხორციელდეს დარტყმები ისრაელზე და მის პარტნიორებზე რომში. მაგრამ რასაც არ უნდა ამბობდეს ახლა ფრიდრიხ მერცი, ტრამპი რეალურად მანამდეც აყენებდა ეჭქვეშ აშშ-ს ჯარების რაოდენობას გერმანიაში. პირველი ვადის განმავლობაში მან უბრძანა ქვეყნიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეა,
დაახლოებით 10,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანა. ეს გეგმა სხვადასხვა ბოლომდე არ განხორციელებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს იყო სიგნალი. ამჟამად გერმანიის ტერიტორიაზე დაახლოებით 35,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული და ტრამპის აზრით ეს გაუმართლებელი. მაგრამ აქ საჭიროა უფრო ღრმად ჩავიხედოთ, რომ როგორც ამბობენ, თავი ფერფლით არ დავიფაროთ. მანამდე გამოცემა პოლიტიკომ დაწერა, რომ ტრამპის გუნდი ადგენს ნატოს კარგი და ცუდი მოკავშირეების სიებს. კიდევ უფრო ადრე Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ნატოს ზოგიერთი ქვეყნის დასასჯელად, რომლებმაც აშშ-ს ირანთან ომში არ დაეხმარნენ, ტრამპმა შეიძლება იქიდან ამერიკული ჯარები გაეყვანოს და სხვა ქვეყნებში გადაიყვანოს. ნატოს ქვეყნები, რომლებმაც პირიქით აშშ-ს ირანთან ომში დახმარება გაუწიეს, ესენია პოლონეთი, რუმინეთი, ლიტვა და საბერძნეთი. ასე რომ თუ შემთხვევით ვერ გაიგეთ ან გამოგჩათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ტრამპს სურს გაიყვანოს ჯარები იმ ევროპული ქვეყნებიდან, რომლებმაც მას ირანთან ომში არ დაეხმარნენ, მათ შორის გერმანიიდანაც. და ამ ჯარების დაბრუნება არა ამერიკაში არა, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებმაც დახმარება გაუწიეს. და ეს სწორედ აღმოსავლეთის ქვეყნებია. ამერიკულ ჯარები კიდევ უფრო ახლოს იქნებიან რუსეთის საზღვრებთან, რომელიც ევროპას ომით ემუქრება. რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ გეგმის მიხედვით აშშ-ს შეუძლია ჯარები გამოიყვანოს მინიმუმ 1 ნატოს ქვეყნიდან, სავარაუდოდ ეს იქნება ესპანეთი ან გერმანია, და გადაიყვანოს ისინი პოლონეთში, რუმინეთში, ლიტვაში და საბერძნეთში. პარადოქსია ის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი ამერიკული ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით, რადგან ისინი წინა ხაზზე იმყოფებიან. ისინიც იმათ შორის არიან, ვინც ნატოში ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ ერთ-ერთები პირველთაგან, ვინც მზადყოფნა გამოხატა საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერისთვის ჰორმუზის სრუტის კონტროლის საკითხში. რუმინეთმა სხვათა შორის მაშინვე დაამტკიცა აშშ-ის მოთხოვნა თავისი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე. და მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დონალდ ტრამპს უბრალოდ იურიდიულად არ შეუძლია ნატოდან გამოსვლა. რადგან ამისთვის საჭიროა სენატის 2/3 ხმა. და ასეთი კანონი თავის დროზე ლობირებდა მისივე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. გარდა ამისა, ტრამპს არ შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ამერიკული ჯარების რაოდენობა ევროპაში. რადგან 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის კონგრესმა მიიღო შესწორება, რომელიც კრძალავს ამერიკული ჯარების შემცირებას ევროპაში 66,000-ზე ნაკლებზე 45 დღეზე მეტი ვადით. და მაშინ ტრამპმაც თავად მოაწერა ხელი ამ კანონს. ამჟამად ევროპაში განთავსებულია 84,000 ამერიკელი სამხედრო, თუმცა ეს რიცხვი მუდმივად იცვლება როტაციების გამო. ამიტომ ერთადერთი, რაც ტრამპს შეუძლია გააკეთოს, არის ჯარების გადაადგილება ევროპის შიგნით. თუ ასია, მაშინ აშშ-ს ჯარების გადაყვანა გერმანიიდან აღმოსავლეთ ევროპაში საერთოდ საუკეთესოა, რასაც ევროპელები და უკრაინა ელოდნენ. და ეს ხომ ვლადიმირ პუტინის საშინელი სიზმარია. ამიტომ, როცა ისმენთ, რომ ტრამპს უნდა ჯარები გაიყვანოს გერმანიიდან, სინამდვილეში ეს ცუდი ამბავი არ არის. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს გამოშვება. და მეგობრებო, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მიცდებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ვშვიდობით.